დაარსებული ეკლესიები, რომლებიც არ ემორჩილებიან ბიბლიის სწავლებას, ცილისწამებას ეტყვიან ღვთის ეკლესიას, რომელიც ემორჩილება ბიბლიის სიტყვებს და მეორედ მოსულ ქრისტეს. ზოგჯერ ისინი ბიბლიის სიტყვებს იყენებენ ღვთის ხალხის რწმენის შესაფერხებლად. ერთი შემთხვევა იესოს მეორედ მოსვლის შესახებ მათეს სახარების მე-24 თავში არსებული სიტყვების გამოყენება. როდესაც იესო თავის მოწაფეებთან ერთად თავის მეორედ მოსვლაზე საუბრობდა, მან თქვა, ისინი ხედავენ კაცის ძეს მომავალიცის ღრუბლებზე, ძალითა და დიდი დიდებით. დამკვიდრებული ეკლესიები იყენებენ ამ ლექსს, რათა დაჟინებით ამტკიცონ, რომ ქრისტე ხორციელად არ მოვა ჩუმად, რადგან ბიბლია ამბობს, რომ ის მოვა დიდი დიდებით. არის ის დიდება, რასაც ბიბლია ამბობს, იგივე რაც მათი აზრით? იესოს პირველი მოსვლით გავიგოთ, რომ ქრისტეს დიდება, რასაც ბიბლია ამბობს, განსხვავდება იმ დიდებისგან, რაც მათ ჰგონიათ. გამოჩნდება უფლის დიდება და იხილავს მას ყველა ხორციელი ერთიანად. აჰა, უფალი ღმერთი ძლიერებით მოვა და მისი მკლავი იხელმწიფებს. თუ ეს წინასწარმეტყველება ისე განიმარტება, როგორც დამკვიდრებული ეკლესიები აკეთებენ, ღმერთი უნდა გამოჩნდეს ხილული დიდებით. თუმცა ეს წინასწარმეტყველება შესრულდა, როდესაც იესო დაიბადა თავმდაბალ ბაგაში. მის გარეგნობაში კაცთა დიდება ვერ იპოვეს. ვინაიდან იესო დიდებულად არ ჩანდა ადამიანთა თვალში, განა ის არ არის ქრისტე. მისი პირველი და მეორედ მოსვლისას ქრისტე მოვიდა დიდებით ღრუბლებში ბიბლიის წინასწარმეტყველების მიხედვით. სიტყვა ხორცი იქნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მამისაგან მხოლოდ შობილისა. როდესაც ქრისტეს დიდება ჩნდება, მათ, ვისაც შეუძლია მისი დიდების აღიარება, მხოლოდ ის წმინდანები არიან, რომლებიც მას იღებენ. ეს იმიტომ, რომ ქრისტე მოდის და ცხოვრობს ჩვენსავით ჩვეულებრივობაში. მხოლოდ მათ, ვინც გადარჩება, შეუძლიათ ქრისტეს დიდების ცნობა. ჩვენ უნდა ვმადლობდეთ ღმერთს, რომ მოგცა განსაკუთრებული მადლი, რომ შევიცნოთ ქრისტეს დიდება. მოდით, ბოლომდე შევინარჩუნოთ რწმენა სიცოცხლის გვირგვინის მისაღებად.